ბირთვული მეცნიერების წინსვლამ შედეგად მოიტანა ბირთვული ენერგია და მედიცინა, ასევე რადიოაქტიური ნარჩენები და ჯანმრთელობის პრობლემები. მანჰეტენის პროექტი და მისი მემკვიდრეობა რთულია და ის მხოლოდ მეცნიერების გადმოსახედიდან არ ფასდება. ცოტა ხნის წინ ამერიკულმა თვითმფრინავმა ჩამოაგდო ერთი ბომბი ჰიროსიმაზე და გაანადგურა მისი იაპონური არმიისთვის სარგებლიანობა. ამ ბომბს 20,000 ტონა ტროტილზე მეტი სიმძლავრი აქვს. იაპონელებმა პერლ ჰარბორის დაბომბვა ჰაერიდან დაიწყეს. ისინი მრავალჯერ გადაიხდიან ამის ფასს. ეს ჯერ დასასრული არ არის. ამ ბომბით ჩვენს შეიარაღებულ ძალებს დავუმატეთ მეტი შესაძლებლობა და რევოლუციური იარაღი ფართო განადგურებისთვის. ამჟამად ამ ბომბების წარმოება მიმდინარეობს, მათი უფრო გაძლიერებული ფორმებით. ეს არის ატომური ბომბი. ეს არის სამყაროში ყველაზე დიდი ძალა. ძალა, რომელიც თავისი სიმძლავრით მზის ტოლფასია. მზე, რომელიც დასავლეთიდან ამოვა აღმოსავლეთისთვის, რომელმაც ომი მოიტანა. ჩვენ ახლა მზად ვართ უფრო სწრაფად და სრულად გავუნადგუროთ იაპონელებს ნებისმიერ ქალაქში არსებული ყველა პროდუქტიული საწარმო. ჩვენ გავანადგურებთ მათ დოკებს, ქარხნებსა და მათ კომუნიკაციებს. ამ შეცდომის გამო ჩვენ მთლიანად გავანადგურებთ იაპონელების საომარ ძალას. 26 ივლისს პოტსდამში ნახსენები ულტიმატუმი იყო ბოლო გაფრთხილება იაპონელი ხალხის დასაცავად. მათმა ლიდერებმა, როგორც ჩანს, ეს ულტიმატუმი არაფრად ჩააგდეს. თუ ისინი არ მიიღებენ ამ პირობებს, მაშინ ჰაერიდან მიიღებენ ისეთ წვიმას, რომელიც მთელს პლანეტაზე ჯერ არაბის უნახავს. საჰაერო თავდასხმის გარდა ჩვენ მათ შევუტევთ საზღვაო და სახმელეთო ძალების ისეთი რაოდენობითა და ძალით, როგორც მათ ჯერ არ უნახავთ. მათ უკვე კარგად იციან ჩვენი საბრძოლო შესაძლებლობების შესახებ. ჩვენ $2 მილიარდზე მეტი დავხარჯეთ ისტორიაში უდიდეს სამეცნიერო აზარტულ თამაშზე და მოვიგეთ. მაგრამ ყველაზე დიდი სასწაული არ არის საწარმოს ზომა, მისი საიდუმლოება ან ძვირი ღირებულება. არამედ სამეცნიერო მიღწევა, რომელმაც შესანიშნავად იმუშავა. სასწაული იყო მთელი ეს პროცესი, ინდუსტრიიდან დაწყებული დიზაინით დამთავრებული. როგორ ამუშავდა მანქანა და ტექნოლოგია, რომელიც აქამდე ჯერ არაბის გაუკეთებია. მეცნიერება და ინდუსტრია მოკლე დროში ერთად მუშაობდა მთელ მსოფლიოში უნიკალური წარმატების მისაღწევად ამერიკის შეერთებული შტატების არმიისთვის. ეს იყო საუკეთესო კომბინაცია.